ჩვენთან არს ღმერთი. გულითადაც მოგილოცავთ საუფლო მირქმის, იმავე ჩახუტების, იმავე შეხვედრის სვიმეონის მიერ უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. თქვენ მოგეხსენებათ ამ დღესასწაულის შინაარსი, თუ როგორ ელოდებოდა მოხუცი სვიმეონი მრავალი ათეული წლის განმავლობაში იმას, ვინც ქალწულისაგან უნდა შობილიყო და წმინდა გარდამოცემა ჩვენ გვეუბნება, თუ როგორ ხდებოდა თარგმნელობითი მოღვაწეობის ჟამს, როდესაც ესაიას წიგნი შეხვდა სათარგმნელად მართალ სვიმეონს, როგორ დაეჯდა იმ სიტყვებში და ვერ უნდა გადმოეტანა ებრაულიდან ბერძნულად სიტყვა პართენოსი. პართენოს არის ქალწული ბერძნულში და უნდა გადმოეტანა ქალი, რადგანაც მხოლოდ ქალისაგან შეიძლება იშვას შვილი, ლოგიკური, ფიზიკური მოვლენის შესაბამისად ქალმა უნდა შვას შვილი და არა ქალწულმა. არ შეიძლება თან იყოს ქალწული და თან დედა იყოს. ბუნებაში ესეთი რამე გაუგებარია და სწორედ ნაუწყები ქონდა მართალ სვიმეონს ამ თარგმნელობით მოღვაწეობის ჟამს, რომ სწორედ ქალწულისაგან შობილს იხილავ შენ, რომელიც ამავე დროს არის დედა, მაგრამ ამავე დროს ასევე არის ქალწული. და აი ელოდებოდა მრავალი წლის განმავლობაში მოხუცებულობამდე და აგერ იხილა მე-40 დღეს მაცხოვრის შობიდან იერუსალიმის ტაძარში ყრმა, რომელიც ქალწულისაგან იშვა და ეუბნება, აც განუტევე მონაი შენი მეუფეო მშვიდობით. ესე იგი, ეხლა გამიშვი მე, სად გაუშვას? იმ ქვეყნად გამიშვი, დავიღალე მე ამ ცხოვრებით. მოხუცია, ღრმად მოხუცია იგი. ელოდება ერთადერთს ქალწულისაგან შობილს. ის გახსნის მას ამ შეიძლება ითქვას წყევლისაგან, ამ ცხოვრებისეული წყევლისაგან. და ასეთი ჰიმნოგრაფების მიერ არის ასეთი საგალობელი, გუშინა წავიკითხე ჩვენ. აც გამიტევე, ანუ ესე იგი გამიშვი, რათა წავიდე და ჯოჯოხეთ შინა ვახარო ადამს განკაცება იუფლისაი. ესე იგი, ბუნებრივია, რომ სვიმეონი გარდაცვალების შემდეგ წავიდოდა ჯოჯოხეთში, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მართალი კაცია, თქვენ მოგეხსენებათ, ვიდრე მაცხოვრის ჯვარცმა აღდგომამდე ყველა მიდიოდა ჯოჯოხეთში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იტანჯებოდნენ ისე, როგორც სხვანი ცოდვილები, მაგრამ მაინც ტანჯვა იყო, ჯოჯოხეთში არ არსებობს უტანჯველობა, ეს ისეთი ადგილია. აი, როდესაც წავიდა ჯოჯოხეთში, გამიშვი იმიტომ, რომ მე ვახარო ადამიანს, იმ პირველ ადამიანს, დაცემულ ადამიანს, რომ აგერ განკაცდა მაცხოვარი ჩვენი და მალევე იქნება ჩვენი ხსნაც და მაცხოვარმა თქვენ მოგეხსენებათ, მართალთა სულები აღმოიყვანა აღდგომისას და ჯვარცმისას ჯოჯოხეთის ტყვეობიდან. რა დღესასწაულია დღევანდელი დღე? რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ამ ყველაფერს? ეს არის შეხვედრა ძველი და ახალი აღთქმისა. ძველი აღთქმა ამ შემთხვევაში განეტევება სვიმეონის სიმბოლოა ძველი აღთქმა. ანა წინასწარმეტყველი, რომელიც ასევე 84 წლისაა და სვიმეონი ძველი აღთქმის ხალხი. ხვდება და იხუტებს ახალი აღთქმის კაცს, მაცხოვარ ჩვენსას. შეხვედრა ხდება, თუ შობისას მაინც გაუცხოვებულები არიან ადამიანები მაცხოვრისაგან, იმიტომ რომ სასტომროშიც კი არ ეღირს ამას შობა. ნათლისღების დღესასწაული 30 წლის მერე ხდება, მაგრამ 40 დღის შემდგომ მისი შობისა ხდება ჩახუტება, ხდება მიღება, ანუ ერთგვარად შენაცვლება
ძველი აღთქმა იცვლება ახალი აღთქმით. ჩვენ მას ვიღებთ სვიმეონის მკლავით, მთელი კაცობრიობა იღებს მას. გასარკვევია მე შემდგომში უარყოფს თუ არა, მაგრამ მთელი კაცობრიობა იღებს სვიმეონის მკლავებით. და ასე იწყება ახალი ერა, ახალი სულიერი ცხოვრების წესი. ეხლა რომ შევადაროთ ძველი და ახალი აღთქმის სულიერი განწყობა. ჩვენ ვთქვით, რომ ძველი აღთქმის რჯული მთავრდება, სრულდება და იწყება ახალი აღთქმის ეპოქა. ორივე აღთქმა, ძველიც და ახალიც, ღვთივკურთხეულია. ჩვენ ესეთი დამოკიდებულება არ უნდა გქონდეს, რომ ძველი აღთქმა რა საჭიროა და მხოლოდ ახალი აღთქმა ფასობს. ესეთი ერეტიკოსები ეკლესიის სიაში იყვნენ პირველ, მეორე, მესამე საუკუნეში, გნოსტიკოსები ერქვათ ამათ. ფიქრობდნენ, რომ ძველი აღთქმა არის დაწერილი ბოროტი ღმერთის მიერ, ახალი აღთქმა კეთილი ღმერთის მიერ, ორ ღმერთიანობა და მრავალ ღმერთიანობა შემდგომში შემოდის ამ ერეტიკულ დამოკიდებულებაში და სწავლებაში, მაგრამ ჩვენში ესე არ არის. ორივე აღთქმა ღვთივკურთხეულია, მაგრამ განსხვავება რაშია? განსხვავება არის წინა უკმოობაში, შეიძლება ასე ვთქვათ. ანუ ადამიანური ენით რო ვთქვათ, ძველი აღთქმის რჯული არის სკოლა, საშუალო განათლების სკოლა, აი ესეთი შედარება თუ გვინდა რომ შემოვიდანოთ. უმაღლესში სანამ ჩააბარებს კაცი, აუცილებლად უნდა გაიაროს საშუალო განათლება, სკოლაში უნდა დადიოდეს, წერა-კითხვა ასწავლონ, ბიოლოგია, გეოგრაფია, გეომეტრია და სხვა. მე შემდგომში უკვე თვითონ აირჩევს რომელი უნდა და ამის პროფილით განვითარდება უმაღლესი და გახდება პროფესორი და სხვა. მაგრამ ჯერჯერობით სკოლაში უნდა იაროს. სკოლაში თუ არ იარა, უმაღლესი როგორ ჩააბარებს ადამიანს, როცა უმეცარი იქნება. ასე რომ ძველი აღთქმა არის სკოლის დამოკიდებული, სკოლის პერიოდი კაცობრიობაში. რა იგულისხმება ეს? რა თქმა უნდა, პირველ რიგში ის, რომ მაცხოვარი განკაცებული არ არის ჯერ და მთელი ძველი აღთქმის ხალხი ელოდება მაცხოვარს. ამაში გამოიხატება ნამდვილად პირველ რიგში. მაგრამ თუ კი ავიღებთ სულიერ დამოკიდებულებას ძველი აღთქმისეული კაცისა, ამ შემთხვევაში ებრაელებს გულისხმობ, იმიტომ რომ ძველი აღთქმის რჩეული ხალხი ებრაელები იყვნენ. აი ამათ დამოკიდებულებას თუ ავიღებთ, დანარჩენი ხალხი სულ წარმართები ვართ ჩვენ. კაცი ჭამიები, კანიბალები, მთვარეზე მლოცველები, მზის ამღიარებლები ღმერთთა და ასე შემდეგ. სულ წარმართობაა გარშემო. ერთადერთი ხალხი მონოთეისტი, ანუ ერთი ღმერთის ამღიარებელი არის ებრაელთა ხალხი, რჩეული ხალხი, ამიტომ დაიბადა მათში მაცხოვარი. მაგრამ მათი დამოკიდებულებაა ძალიან საინტერესო, სულიერი გაგებით, აი ლოცვითი გაგებით. ჩვენ ვთქვით, რომ სკოლის დონია, მოსამზადებელი პერიოდია და ღმერთისადმი დამოკიდებულება მათი, ნუ ასეთი. მე მოგეცი, მე შემოგწირე, მე გთხოვე, მე ვილოცე, მე დავიხარჯე და ეხლა შენ მომეცი მე. ღმერთს ეუბნებიან, ესე კი არ ეუბნებიან უხეშად, მაგრამ მოქმედებითად ყველაფერი იყო ამაზე აქცენტირებული. მე რო ვილოცე, ეხლა მომეცი, მე ხო გთხოვე, მე ხო შემოგწირე იერუსალიმის ტაძარში, 1000 წირავ მე, ებრაელი 1000 წირავდა ყველა. ეხლა შენ მომეცი. გახსოვთ ფარისევრისა და მეზვერის სიგავი 1000 წირავ, ორჯერ მარხულობ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მათში იყო ასეთი გაგებით. ეს განაცუდია, მაგრამ დამოკიდებულება უნდა გავითვალისწინოთ. მე რო რაღაცა მოწყალება გავეცი, ეხლა შენ მომეცი. ესე მოგეცი მომეცის პრინციპი. აი ეს დამოკიდებულებაა ძველ აღთქმაში. მაგრამ როდის უნდა მომცე მე? ეხლა.
ეხლა მინდა მე ყველაფერი. ძველი აღთქმის დამოკიდებულება ღვთისადმი არის ეხლა მინდა ამ წუთის სოფელში. და მოგეხსენებათ, უშვილო ოჯახი ნაკურთხი ოჯახი არ იყო. მრავალშვილიანი უნდა ყოფილიყო, რომ გაერკვია ებრაელს კურთხევა აქვს ღვთისგან თუ არა. მატერიალური ამბავი. ჩვენს ხო ესე ცხოვრობთ. თუ ესე ცხოვრობს კაცი, იუდეველური აზროვნების კაცია. აი დღესაც ქრისტიანები ამ დღეში ვცხოვრობ ჩვენ, ხშირად. მრავალშვილიანობა. ღვთივკურთხეულია, მე ვილოცე, მომეცი შვილები. რო ვილოცე, ყანები მომეცი ახლა. რო ვილოცე, გაერთიანე ჩემი ქვეყანა, ისრაელი დაპყრობილი ყავს რომის იმპერატორს. შენ ვინახარ ეუბნებიან ებრაელები? შენ ხსნელი გვეგონე ჩვენ. რომელებს რატო არაფერს არ ელაპარაკები? რატო არ ამხელ ამ ხალხს? ტყვეობაში რო ვარ ჩვენ. რაში ვშირდება ესეთი მესია ჩვენ? და გააკრეს ჯვარზე. ამას ქვია რელიგიური მატერიალიზმი. როდესაც მე იმიტომ ვლოცულობ, რომ დღეს შეიძლება არა, მაგრამ ღმერთმა გაითვალისწინოს, რაც მე მჭირდება. ჯანმრთელობა, მრავალშვილიანობა, ყანები, ანუ რაც სიმდიდრეს გულისხმობს. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც კი მატერიალურია. ებრაელებში დღესაც ძველი აღთქმის ეს მოძდებთ და რამდენადაც მდიდარია კაცი, იმდენად არის ღვთივკურთხეული. იმიტომაც არის ღმერთისადმი დამოკიდებულება. ჩემი, იმიტომ ამისთვის ვჭირდება მე ღმერთი. აი ეს არის სკოლა, როგორც ვთქვით. საშუალო სკოლა, გაცვლა გამოცვლის ვარიანტი. მაგრამ ჩვენ ხო ამ დღეში ვართ დღესაც. ქრისტიანები ვართ ჩვენ და ამ დღეში ვართ დღესაც. იმიტომ რომ ადამიანს, ქრისტიანს ხშირად არ ესმის, რატო რისთვის დადის ეკლესიაში, რა არის ქრისტიანობა და რა ლოცვითი დამოკიდებულება უნდა ქონდეს ღვთისადმი. მოგიყვანთ ერთ მამას, უდიდეს მოძღვარს მე-4 საუკუნისა, რომ ჩემი ნათქვამი რო არავის ეგონოს ეს. ბასილი დიდი, პატარა კი არა, დიდი, ბასილი დიდი, ესე ეწოდება 49 წლის ასაკში გარდაიცვალა, ფრესკაც არის ჩვენთან. ბასილი დიდი, რომელსაც მრავალი შრომა აქვს დაწერილი და ერთ-ერთი მათგანი არის სახელწოდებით ასე დიდი შრომა მოცულობით ასკეტიკონი. უბრალოდ ვისაც შეიძლება აინტერესებს თანამედროვე ქართული დაიბეჭდა რამოდენიმე თვის წინ. ძველ ქართულათაც იყო ეფრემ ცირის თარგმანი გამოშვებული, მაგრამ რთული ტექსტია ეფრემისა. თანამედროვე ქართულად გამოუშვეს და 240 გვერდზე ვკითხულობთ ამ ასკეტიკონისა თანამედროვე ქართულით. არასოდეს არ დაიწყო ღვთისადმი ლოცვა თხოვნით, რომ არ განარისხო იგი. არ დაიწყო იმის თხოვნით, რაც წარმავალთაგანია. წარმართაგანი კი არა, წარმავალი, აი რაც კი განქარვებადია. და ჩამოთვლის რა იგულისხმება? ფული, ჯანმრთელობა, თანამდებობა, ანუ კაცობრივი დიდება და ასე შემდეგ. არასოდეს არ მოითხოვა ღვთისგან. ღვთის შეურაცხყოფაა იგი. ასეთი თხოვნები თურმე, როცა ადამიანი იწყებს ასე მოღვაწეობას, ღვთის შეურაცხყოფაა იგი. და მაქსიმი ამსარებელი უფრო კაცრად განსჯის ამას.
ურწმუნო კაცის მდგომარეობაა იგი. ამბობს. იმიტომ რომ მორწმუნემ მაქსიმე აგზელებს, უკვე მე-7 საუკუნეა ეს. თუ ბასილი მე-4-ია, ის მე-7 საუკუნეა. მაქსიმე აგზელებს. იმიტომ რომ მორწმუნე კაცმა იცის, რაც უნდა სთხოვოს ღმერთს, რომ არ შეურაცხოს იგი. რა უნდა სთხოვოს? მაცხოვრის სიტყვებიდან გამომდინარეობს ეს, ჩვენ ვიცით. პირველად ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ეს ყოველივე მოგეცემა თქვენ. მორწმუნე კაცი მატერიალურს კი არ ასთხოვს ღმერთს. იმიტომ კი არ ჭირდება, რომ შენ ეხლა მე რო ვილოცე, ეხლა მომეცი. ეს იუდაისტური გაგებაა. ეს სკოლაში ხარ ჯერ ვერ გამოფხიზლებულ ხარ, სად ხარ და ვისი მიმდევარი ხარ. როდესაც ადამიანი თურმე იწყებ მატერიალური ამ ჩამონათვალით, ურწმუნო კაცი ხარ, იმიტომ რომ შენ არ იცი რა უნდა სთხოვო. და ბასილი აგზელებს შემდგომ. და მაშინ ლოცვა საერთოდ რაღაც საჭიროა. თვითონ საკუთარ თავს თითქოს ეპაექრება. კითხვებს ვამს, იმიტომ ჩვენს დავსვავთ კითხვას. აბა როგორ ღვთისასუფერ გასაგებიათ. კიდევ ღმერთო მომეცი ძალები, რომ სათნოებითი ცხოვრება აღვასრულო მე. აი ეს კეთილი საქმეები რომ აღვასრულო სასუფევლისათვის რაც მჭირდება. ეს მომეცი მე. და კიდევ ერთი რწმენა მომეცი. თუც მოგასცენეთ, თუ კი მორწმუნეა კაცი, მან იცის რა უნდა სთხოვოს. და თავის შვილს კი, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა შეიძლება უსურვო და ეს ბუნებრივია და კაცობრივია, რა თქმა უნდა. მაგრამ როდესაც შვილი ან შენ თვითონ ურწმუნოებაში ხარ, ღვთის სასუფეველი შენთვის პირველადი არ არის და სათნოებითი განვითარება პირველადი არ არის. ესე იგი ხარ შენ ურწმუნოებაში. გაგიგიათ, ხშირად ამბობენ ადამიანები, აი ღმერთს ვთხოვე, მანქანა მინდოდაო, ან ლამაზი ცოლი მინდოდა, არ მომცა. იმიტომ არ მოგცა, რომ არასწორად ითხოვ. იმიტომაც არ გვეძლება ეს. არ იცის ადამიანმა როგორ სთხოვოს. აბა ისე სთხოვე, მე მინდა ის თვითფრინავი დაუშვათ. მაგრამ ღმერთო შენ ხო იცი მჭირდება თუ არა. თუ მჭირდება და კარგია ჩემთვის, ღვთის სასუფევლისათვის თუ გამომადგება, საშუალება თუ იქნება ეს ჩემი ცხონებისა, მაშინ მომეცი. ლამაზი ცოლიც ამიტომ მომეცი. თუ მჭირდება, თუ არა მჭირდება, ნუ მომცემ. ჯანმრთელობაც თუ მე ცხონებისთვის მჭირდება, მომეც თუ არა და არ მინდა. აი მორწმუნე კაცის მდგომარეობა. ჩემი ნება კი არ იყოს, შენი იყოს ჩემზე. მაგრამ ძველი აღთქმის ხალხი ესი არ არის. ძველი აღთქმის ხალხი მე რომ თიკანი შემოგწირე და სხვა რაღაცეები, რიტუალი რო შევასრულე. ეხლა მე ამისი ღირსი ვარ, რასაც შენ გთხოვ და თან ღვთისასუფეველის გაგება ხო არ იყო ძველ აღთქმაში. ეხლა მინდა მე ებრაული დამოკიდებულება ძველი აღთქმისეული. ეხლა და ჩქარა. იმიტომ რომ რა დარჩა ცხოვრებისა. ნახევარი გამლიე. ნახევარზე ხო უნდა გავიხარო, ნახევარით. ასე რომ ეხლა მინდა ჯანმრთელობა, შვილები, ყველაფერი ეხლა მინდა. ამიტომაც ვლოცულობ მე შენთან. აბა ისე რა თმინდა? ღვთისასუფეველი არ ჭირდება, რწმენა აქვს გონია.
სრულყოფა სათნოებებისა, კეთილის საქმეები, ეს ვის საჭირდება? აი ვის ჭირდება ახლა ეს? რომელიმე ჩვენ გჭირდება ეს ყველაფერი? იშვიათად ეჭვმეპარება. ამ დროს განსაზღვრება წმინდა მამებისა არის ძალიან მკაცრი. ურწმუნოებაშია ადამიანი, როდესაც იწყებს, როგორც მოგახსენეთ, წარმავალთაგანი საგნებიდან შეიძლება უხეშად ვთქვათ, ღმერთის შეწუხებას. ეს ვლინდება მისი ურწმუნოება ამაში. ღმერთს კი არ უნდა მივანდო მე ჩემი ცხოვრება, არამედ მე როგორც მინდა, ჩემზე უნდა იმსახუროს ღმერთმა, მე უნდა მემსახუროს. მე მას კი არა, ის არის ჩემი მსახური. და თუ ესეა, მაშინ უნივერსიტეტში არა ვართ ჩვენ. მაშინ ისევ სკოლის მდგომარეობაში ვართ. როგორ ჯობია? მე ესე ვფიქრობ, მე ესე სურს ასეთი მოღვაწეობა, ასეთი ცხოვრების სტილი. მაგრამ ჩემთვის ღმერთო, კარგია ესა და კარგი და ცუდი რითი განისაზღვრება? ცხონდები თუ არა მე ამით? ამით განისაზღვრება. ღვთის სასუფეველში მიმიყვანს ეს ყველაფერი თუ არ მიმინდა, თუ არ მიმიყვანს, მაშინ რა თმინდა ის ჯანმრთელობა? რა თმინდა ის სიმდიდრე? ყანები რა თმინდა, კაცო? თუ მე იქ არ მიმიყვან, სადაც შენ ხარ, სადაც შენი ნადიმია გაშლილი. რა თმინდა დანარჩენი? ჩემი სიტყვები არ არის, ეს ურთულესი საქმეა, რა თქმა უნდა. მეც ამას რო ვლაპარაკობ, ისე კი არ გეგონოთ, რომ მე ამ სრულყოფილებაში ვიმყოფები და ამიტომ აქედან მოძღვრავთ თითქოს, ესე იგი ზემოდან ქვემოთ. ესეთი ამბავი კი არ არის. ეს ჩემთვისაც შემზარავი სიტყვებია, მამების სიტყვებია ეს. წყაროებიც მიგითითეთ, როგორც მოგახსენებთ. მაქსიმე ამსარებელი თუ გაინტერესებთ, თალასესადმი თავებშია ეს. ვისაც აინტერესებს და თუ ბასილი გაინტერესებთ, აი ასკეტიკონში 240 გვერდიდან შემზარავი ასეთი სიტყვები. და უამრავი მამა, მაგრამ ეს ორი რაც გამახსენდა. ასე რომ ძველი აღთქმის რჯული, რომელიც შეიცვალა ახალი აღთქმით, დამოკიდებულებად შეიცვალა ლოცვითი ღვთისადმი. მე მოგეცი და შენ მომეცი კი არა, ეხლა მომეცი კი არა და საერთოდ მომცე კი არა. მომეცი განცდა რწმენისა ღვთის სასუფეველი ვეძებო და სათნოებითი მოღვაწეობა. და ეს ყველაფერი დანარჩენი იმ მარადისობიდან თუ შევაფასე, მომეცემა მე. ღმერთს არ უთქვამს, რომ შენ მილიონერი იქნები, ჩემი მიმდევარი რო ხარ, შენ იქნები მილიონერი. სად წერია ეს, რომელ სახარებაში წერია? ან სადმე წაკითხული გაქვთ, რომ ჩემი მიმდევარი თუ იქნები, ჯანმრთელი იქნები. წერია სადმე? არ წერია. პირიქით, აიღე ჯვარი და ან ტვირთი აიღე. აი ეს წერია. ჩვენ ხო არ გვინდა ეს სახარება, ჩვენი სახარება გვაქვს მოგონილი. გადატრიალებული ჯგუფისა. აი რაც მოგახსენეთ. იუდეველური აზროვნება. ეკლესია იმიტომ მინდა, ზიარება ჯანმრთელობისთვის მინდა, უკვდავებისთვის კი, ჯანმრთელობისთვის მინდა. ცხონებისთვის რა თმინდა? ცხონება არც ვიცი რა არის. რა შემჭირდება, რაც არ ვიცი, ის დაშჭი. მე ვიცი ფული, სიმდიდრე, ყანები, კეთილდღეობა, ეს ვიცი და ის არ ვიცი რა არის. ის არც სამჭირდება. ამოტრიალებული ჭკუა ქრისტიანებში ხშირად. და როგორი მამხილებელია აი ეს დამოკიდებულება წმინდა მამებისა ჩვენდამი.
როგორი სიტყვებია ეს და ამით ცხოვრობდნენ ესენი ეგ კი ლაპარაკობდნენ მხოლოდ ამიტომ ითვლებიან სოფლიო ეკლესიის მოძღვრებად ესენი სოფლიო დონის ღვთისმეტყველებად რომლებსაც ყოველ დღე და მთელი საუკუნეების განმავლობაში ეწაფებოდნენ ადამიანები და დღესაც ჩვენ ეს ყველაფერი უნდა ვიცოდეთ კარგად რომ არ ამოვჩდეთ ისევ სკოლის მდგომარეობაში და მე არა ვთქვათ რომ ვთხოვე და არ მომცა იმიტომაც არ მოგცა რომ შენ არ იცი რა უნდა სთხოვო და შენ გინდა რომ შენზე მუშაობდეს ღმერთი და შეურაცხყოფაა ღვთისა აი ეს მთელი ფილოსოფია ლოცვითი დამოკიდებულების ძველსა და ახალ აღთქმას შორის დაგლოცოთ ღმერთმა და მოგცეს უფალმა ძიება ღვთისასუფევლისა როგორც ბასილმა თქვა დიდმა ბრავას დააგასწროთ უფალმა